მოგესალმებით. დღეს თქვენგან მიღებულ მასალებს ჩაუღრმავდებით. ეს ეხება ერთ საკმაოდ საინტერესო ციფრულ პროექტს, TV Bazaleti Lake. დიახ, გამარჯობა. როგორც ჩანს, ეს რაღაც ახალი ინიციატივაა რა. კი, და ერთი შეხედვით, ცდილობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი და გარკვეული, ესე თქვათ, კულტურული, ეკოლოგიური ღირებულებები ერთმანეთს დაუკავშირონ. საინტერესოა. ხო, ვნახოთ, რამდენად გამოსდით, ანუ ჩვენი მიზანია თქვენს მიერ მოწოდებული წყაროებით გავერკვეთ, რა დგას ამ იდეას უკან. მესმის. და როგორც თქვენი მასალებიდან ჩანს, ხო, მთავარი იდეა არის, რომ ახალგაზრდებს და არა მარტო მათ, ზოგადად საზოგადოებას შესთავაზონ რაღაც შინაარსი, რომელიც ფოკუსირებულია მაღალ ეთიკურ სტანდარტებზე. კონკრეტულად რაზეა საუბარი? აქცენტი კეთდება ისეთ თემებზე, როგორიცაა გარემოს დაცვა, მერე საქართველოს ისტორია, კულტურული მემკვიდრეობა, ასევე ჯანსარი ცხოვრების წესი და ჰუმანიზმი. ანუ საკმაოდ ფართო სპექტრია. გასაგებია, ანუ იღებენ ამ ხელოვნურ ინტელექტს, კონკრეტულად ChatGPT-ს, რომელიც მოგეხსენებათ ერთ-ერთი ისეთი მოწინავე ტექნოლოგია ტექსტებს რომ ქმნის ადამიანურივით. დიახ. და ცდილობენ, რომ ის მოარგონ აი ამ კონკრეტულ ღირებულებებზე დაფუძნებულ მისნებს. ზუსტად. თქვენს მასალაში ეს როგორ არის აღწერილი? რაღაც ინსტრუმენტად? კი, ციფრული განათლების ინსტრუმენტი, ასე უწოდებენ. იდეა ისაა, რომ მომხმარებელს შეუძლია კითხვები დაუსვას ამ თემებზე და პასუხებს იღებს AI ასისტენტისგან. ხო. და რაც აქ, განსაკუთრებით საინტერესოა თქვენი წყაროების მიხედვით, არის ის, რომ ეს პროექტი შეგრძნობულად ცდილობს თავი აარიდოს პოლიტიკურ ან რელიგიურ დაპირისპირებებს, ასევე სხვა პოტენციურად კონფლიქტურ საკითხებს. ანუ ცდილობენ იყვნენ ნეიტრალურები. ფაქტობრივად კი. ისინი ამას მშვიდობიან სივრცეს უწოდებენ, რაც სიმართლე გითხრათ საკმაოდ ამბიციურად ჟღერს. რატომ? იმიტომ, რომ ზოგადად AI მოდელების კონტროლი, მით უმეტეს მათი მიკერძოებისგან დაცვა, ძალიან რთული საკითხია. ეს დიდი გამოწვევაა ტექნოლოგიურად. გასაგებია, ესე იგი პლატფორმის ავტორები იოსებ ძახაშვილი და დაჩი ბერძენიშვილი არიან ნახსენები, ხო, თქვენს მასალებში? დიახ, ეს სახელები ფიგურირებს. აჰა. ანუ ისინი ცდილობენ გვაჩვენონ, რომ ტექნოლოგია შეიძლება ემსახუროს არა მხოლოდ, ვთქვათ, ინფორმაციის სწრაფად გავრცელებას, არამედ კონკრეტული დადებითი, ესე ვთქვათ, ღირებულებების დანერგვასაც? ეს არის მათი დეკლარირებული მიზანი, როგორც ჩანს. და თუ არის მინიშნება, როგორ აპირებენ ამის მიღწევას პრაქტიკაში, როგორ უნდა უზრუნველყონ, რომ ის პასუხები, რასაც AI იძლევა, მართლა შეესაბამება ამ მათ მშვიდობიან და ეთიკურ სტანდარტებს. თქვენი მასალები ამ დეტალებში ძალიან ღრმად არ შედის. უფრო ზოგადად არის ნათქვამი. ხაზგასმულია, რომ პლატფორმის მიზანია იყოს მაგალითი, ანუ აჩვენოს, რომ ეს შესაძლებელია ტექნოლოგიის გამოყენება მშვიდობისა და ჰარმონიის ხელშეწყობად. გასაგებია, უფრო იდეურ დონეზეა აქცენტი. დიახ. ეს თავისთავად დაკავშირებს ტექნოლოგიურ ინოვაციას ძალიან კონკრეტულ სოციალურ და კულტურულ იდეალებთან, მაგრამ რა თქმა უნდა ისმის კითხვა, პრაქტიკაში რამდენად ეფექტურად ხდება შინაარსის ფილტრაცია და მორგება ამ ღირებულებებზე, ეს ცოტა ბუნდოვანი რჩება. მაშ ასე, რომ შევაჯამოთ, რას გვეუბნება ეს წყაროები საბოლოო ჯამში? თქვენი აზრით, რა არის მთავარი არსი? ჩემი აზრით ეს არის ერთგვარი ექსპერიმენტი. ექსპერიმენტი რაში? იმაში, რომ გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტი, კონკრეტულად ChatGPT, არა ზოგადი ინფორმაციისთვის, არამედ ძალიან სპეციფიკური, ღირებულებებზე დაფუძნებული საგანმანათლებლო კონტენტის შესაქმნელად. და ეს ღირებულებებია ეკოლოგია, ქართული კულტურა, ჯანსაღი ცხოვრება. კი, და ამასთან შეგნებულად არიდებენ ფავს პოტენციურად კონფლიქტურ თემებს. ეს არის მთავარი კონცეფცია, როგორც მე გავიგე ამ მასალებიდან. საინტერესო კონცეფციაა ნამდვილად. დიახ. და ეს ყველაფერი ბოლოს ერთ საინტერესო კითხვას ბადებს, რომელზეც ვფიქრობ თქვენ შეგიძლიათ დაფიქრდეთ. გისმენთ. რა რეალური პოტენციალი აქვს და მეორე მხრივ რა გამოწვევები შეიძლება ახლდეს ხელოვნური ინტელექტის ასეთ მიზნობრივ ღირებულებებზე ორიენტირებულ გამოყენებას განათლებაში? და კიდევ, როგორ შეიძლება ამგვარ მიდგომებმა, თუ კი წარმატებული აღმოჩნდა, მომავალში შეცვალოს ის, თუ როგორ ვასწავლით და როგორ ვიზიარებთ ინფორმაციას კულტურაზე, ეთიკაზე, ან თუნდაც გარემოს დაცვაზე. ეს არის საკითხი, რომელზეც ღირს დაფიქრება.